Edelweiss და Transavia ახალმა ავიაკომპანიებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირდაპირ ფრენები დაიწყეს. ციურიხით თბილისის რეისით შვეიცარიიდან პირველი მგზავრები უკვე ჩამოვიდნენ. პირველი ფრენა შესულდა საფრანგეთის დედაქალაქიდანაც. როგორც ციურიხის, ისე პარიზის მიმართულებით და პირიქით ფრენები კვირაში ორჯერ შესრულდება. ჯამში მიმდინარე წლის დასაწყისიდან ამ დრომდე ქართულ ავიაბაზარზე ოპერირება უკვე 5 ავიაკომპანიამ დაიწყო. ახალი მიმართულებების დამატების პარალელურად საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით გრძელდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია. პირველ რეისს ციურიხიდან მედიის წარმომადგენლები ჩამოყვნენ. ჟურნალისტები ქვეყნის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ და სტატიებს მოამზადებენ. მიზანი შვეიცარიიდან საქართველოში მეტი ვიზიტორის ჩამოყვანა. ორი ახალი ავიაკომპანია საქართველოს ბაზარზე მიმდინარე კვირიდან საქართველოს მოქალაქეები დამატებითი შესაძლებლობებით ისარგებლებენ. თბილისიდან რეისები ლუფთჰანზას გლობალურ საავიაციო ჯგუფში შემავალმა Edelweissმა დაიწყო. ციურიხიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირ ფრენა უკვე განხორციელდა და 151 მგზავრი ჩამოიყვანა. Edelweissi ციურიხი თბილისი ციურიხის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 2 სიხშირით 100-320 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს. პირველ საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. საინაუგურაციო ფრენისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ციურიხიდან პირველი პირდაპირ რეისით ჩამოსული შვეიცარიული მედიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ისინი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში იმოგზაურებენ და შვეიცარიულ მედიაში საქართველოს შესახებ სტატიებს და სატელევიზიო რეპორტაჟებს მოამზადებენ. ძალიან ბედნიერები ვართ ფრენების დაწყებით. ამ პროექტზე თითქმის 4 წელი მუშაობდით. საბოლოოდ წარმატებით დავასრულეთ და დღეიდან უკვე შეგვიძლია შევთავაზოთ მგზავრებს პირდაპირ კავშირი ციურიხსა და თბილისს შორის. დღეს არის ისტორიული მომენტი. თითქმის 25 წლის შემდეგ ჩვენ გვყავს შვეიცარიული კომერციული ავიაკომპანია საქართველოს ბაზარზე, რომელიც დღეს თბილისში ჩამოფრინდა. შეხედეთ ამ ლამაზ ხომალდს უმშვენიერესი შვეიცარიიდან. მე ძალიან ბედნიერი ვარ და ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე გამოიყენებს ამ შესაძლებლობას და მოინახულებს შვეიცარიას. კიდევ ერთი კომპანია, რომლის რეისიც თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა, Transavia Francia, რომელიც პარიზის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 2 სიხშირით Boeing 727-800 ხომალდით შეასრულებს. ოპერირების დაწყებას წინ უძღოდა ავიაკომპანიასთან ინტენსიური და აქტიური მოლაპარაკებები, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ წარმატებით დაასრულა. 4 ავიაკომპანიის შემოსვლა უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოს უჯდება პირდაპირ საჰაერო მიმოსვლები დიდ ბრიტანეთთან კვირაში 6 სიხშირით, შვეიცარიასთან ციურიხი, ისევე როგორც ჟენევა კვირაში 2 სიხშირე, მილანი, ისევე როგორც პარიზი. რა თქმა უნდა, აღნიშნული ზემოხსენებული ქვეყნები და მიმართულებები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიისთვის, სწორედ აქედან გამომდინარე საქართველოს მთავრობა განაგრძობს, რომ აწარმოოს მარკეტინგული კამპანიები და კიდევ უფრო მეტად გააფართოვოს მარკეტინგული კამპანიების დაფარვა აღნიშნულ ქვეყნებში იმისთვის, რომ პირდაპირ ფრენებთან ერთად ჩვენ გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ტურისტული ცნობადობა. წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო კიდევ 2 ევროპულმა ავიაკომპანიამ. ესენი არის Transavia France და Edelweiss. აღნიშნული ავიაკომპანიები წარმოადგენს ევროპული ავიახოლდინგების ნაწილებს. ჩვენ მუდმივად მუშაობთ ბაზრების დივერსიფიკაციაზე, რათა ხელი შეუწყოთ ახალი ავიაკომპანიების შემოყვანას საქართველოს ავიაბაზარზე, რაც თავის მხრივ ნიშნავს მეტი საერთაშორისო მოგზაურის შემოყვანას საქართველოს ტურიზმის სექტორის გასავითარებლად. წელს ეს მეხუთე შემთხვევაა, როდესაც ქვეყანაში ოპერირება ახალმა ავიაკომპანიამ დაიწყო. 2025 წლის დაწყებიდან დღემდე Edelweissis და Transavia France-ის გარდა ბაზარზე EasyJet, British Airways და Air Astana შემოვიდნენ.